ოსური სეპარატიზმის იუბილეა. რგვალი თარიღი. და სამი ამბავი გვაქვს. ამბავი პირველი. ზოგადად არის თარიღები, რომელთაც ქართული მედია ჯიუტად არ იმჩნევს ხოლმე, იმიტომ რომ არ გვსიამოვნებს, რაც კარგად მესმის. ამ დღეებში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის 35 წლის თავს აღნიშნავს. ჩვენგან დამოუკიდებლობის. დიდი სტუმრობა აქვთ. ამ ქეციანებს მეორე ქეციანი ესტუმრათ, ბადრა გუნბა, აფსუა სეპარატისტების პრეზიდენტად წოდებული. როკის გვირაბის გამოსასვლელშივე დახვდნენ მწვადით, ხაბიზგინებითა და ლუდით. სანამ აი გრძელ რეჩებს ეუბნებოდნენ, ის თასი მე მგონი წვიმის წყლით გაევსო სულ. მაგრამ არც ეგ იყო მთავარი მოვლენა. მთავარი იყო ოს სეპარატისტთა პირველი ბანკნოტის პრეზენტაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, მოსკოვში დაუბეჭდეს. ჩემი კარნახის გარეშეს, რა თქმა უნდა, მიხვდებით. ზედ კოსტა ხეთაგუროვი ახატია და კავკასიური ლეოპარდი კიდევ, რომელიც ადრე გერბზეც მიიხადეს, თუმცა მოპარული აქვს ვახუშტი ბაგრატიონის ატლასიდან, სადაც ოფსეთი ქართული სამთავროა. ასეა შეტანილი. მაგრამ ეგ იქით იყოს, წარსული რომ გააყალბეს, მიჩვეულები ვართ. ახლა უკვე მომავალს აყალბებენ და იმას გადასწყვეტენ. Нормативные изменения были одобрены парламентом Южной Осетии в январе 2025 года. რუკისა და დროის ქურდმა სეპარატისტებმა საკუთარ ფულს ზარინი დაარქვეს. ძებნას თუ დაიწყებთ ამისას, პირველ, მეორე, 30-ე მნიშვნელობად აუცილებლად მომწავლელ ნივთიერებას ამოგიგდებთ, რომელსაც დღესაც იყენებენ რუსები უკრაინაში. და მხოლოდ სეპარატისტულ საიტებზე თუ წაიკითხავთ ვერსიას, რომ ნუ იტყვით, აი ასე რქმევია სკვითების ფულად ერთეულს. ახლა დაბეჭდე ზარინის პირველი კუპიურა, თორემ მონეტებს თურმე კარგახანია ჭრიან. 2 წლის წინ მოუჭრიათ მონეტა, რომელიც უკრაინის ოკუპაციას მიუძღვნეს, ოფიციალური სახელით სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გამარჯვებისთვის. ცხინვალელები. ეს ფული ჯერ მხოლოდ კოლექციონერებისთვისაა. სეპარატისტებს რუსულ რუბლს რა თქმა უნდა არავინ არ გადააგდებინეს და რომც გადააგდონ, რა ჩემი ზარინი უნდა დაიჭირონ მერე ხელში.